ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი გრძელდება. მორიგი ლექცია სემინარი დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. გადამზადების პროცესი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები ჭიათურისა და საჩხერის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებიდან. ამ ეტაპზე გადამზადებას აღნიშნული ეპარქიებიდან 50-მდე სასულიერო პირი გაივლის. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გახსნა. სასულიერო პირმა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლექცია სემინარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა. ლექციათა კურსი მოიცავს ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გრძელდება ღირებულებითი კლუბების ამების გადამზადება. გვექნება ღირებულებითი კლუბის დაფუძნების ტექნიკურ საკითხებზე საუბარი და სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს მოზარდების სირთულეებს, სკოლის სპეციფიკას და სწავლა-სწავლების პროცესებს. ჩართულები არიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია დიდი სიხარულით მიესალმება ამ წამოწყებას. ღირებულებითი განათლება სკოლებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენ სწავლების პირველი ნაწილი 3 ეპარქიის შეხვედრა გავიარეთ ბაკურიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბევრი ახალი ჩვენი მომავალი თაობისთვის საინტერესო პროგრამები იგეგმება და განათლების სფერო ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დიდი სიხარულით ელოდება ამ წამოწყებას. ძალიან გვახარებს ღირებულებითი განათლების პროგრამის სკოლებში შემოტანა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამიტომ ჩვენც სასულიერო პირები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს, რომ ეს ქრისტიანული ღირებულებები სწორად და გასაგებად მივიტანოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობამდე. ამის დადასტურება დღევანდელი შეხვედრაც, მორიგი შეხვედრაც, რომელიც იმართება საქართველოს საპატრიარქოში. რამდენიმე ეპარქიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები არიან ჩამომზანებულები და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენ ჩამოვედით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან 15 სასულიერო პირი. ჩვენ გავიარეთ პირველი ტრენინგები, ახლა უკვე გადამზადებაზე ვართ ჩამოსულები. მოხარულები ვართ, რომ ესეთი კარგი პროექტი წამოიწყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით, როგორი კარგი შედეგები დადვა თბილისში და მადლიერი ვართ, რომ ეს გაგრძელდა რეგიონებში. ჩვენი მოსახლეობაც, ჩვენი მოსწავლეები, მათი მშობლები დიდი სიხარულით ელოდებიან, როდის დაიწყება ეს პროექტი და ყველა გულანთებულია, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და გადაარჩინა, კვლავ წამოვწიოთ წინ და ჩვენ მომავალ თაობას ესე იგი უკეთესად გავაცნოთ ეს ყველაფერი. სახვითი ხელოვნება, ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები. ამ სახელწოდების საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა. ღონისძიება ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75 წლის თავს მიეძღვნა. ხელოვანისა და მისი ქმნილების, როგორც ერთიანი სისტემის შესახებ. საყოფაცხოვრებო კულტურა, ხელნაკეთი ნივთები და თანამედროვე ხელოვნება. ტიპოლოგიური ასპექტები, კულტურა და ხელოვნება. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სიმპოზიუმის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საერთაშორისო სიმპოზიუმი 10 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება. ეს სიმპოზიუმი ეძღვნება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვარს, მე ვიტყოდი გენიალურ ხელოვანს, ირაკლი ფარჯიანს, მისი დაბადებიდან 75 წლის თავს. და ამ სიმპოზიუმმა თავი მოუყარა როგორც საქართველოში მოღვაწე
მეცნიერებს, მკვლევრებს, ახალგაზრდებს, უკვე სახელოვანებსაც, ისე უცხოეთიდან ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ხელოვნებათმცოდნეობას და განსაკუთრებით იმ საკითხებს ეხებიან თავიანთ სამეცნიერო საქმიანობაში, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია იმავე პრობლემატიკასთან, იმავე თემატიკასთან, რაზეც მუშაობდა ირაკლი ფარჯიანი. არაერთ საინტერესო მოხსენებას მოვისმენთ, გარდა ამისა არის პროგრამაში ჩართული ძალიან საინტერესო სხვა აქტივობებიც. ირაკლი ფარჯიანის სახელი არის გამორჩეული ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში, ნამდვილად ეს თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია სიმპოზიუმი იმ მხრივ, რომ სწორედ თსუ მასპინძლობს უკვე მეორეჯერ და იმედია იქნება ეს ტრადიციული, მის ფარგლებში იქნება როგორც სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო მუშაობა, ასევე არის სტუდენტების გამოფენა, ნამუშევრების, დაგეგმილია ვორქშოპი, ასევე პრაქტიკული მუშაობა სტუდენტების ჩართულობით და აი მე ვიტყოდი, რომ ეს კიდევ ერთი ხაზგასასმელი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართულობა, რადგანაც მათთვის სახვითი ხელოვნება ისეთი სფეროა, სადაც აი ესეთი აქტივობები ჭყალებში, ასე ვთქვათ, კლასგარაში, რომელიც მარტო სასწავლო პროცესს არ ეხება და ეხება გამოფენას, ვორქშოპში მონაწილეობას, მომავალი შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სტუდენტებმა მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში. წარმოდგენილი არის ნახატები ჩვენი სიმპოზიუმის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ტრადიციებს, კულტურას და შესაძლებლობას. თითოეულმა ჩვენმა სტუდენტმა ესეთი მხატვრული გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეედგინა კომპოზიცია, რომელშიც გამოსახავდა ერთ კონკრეტულ ქვეყანას და კულტურას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო ვიზუალური ხელოვნების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტების ნამუშევრები. ემპათია ადამიანებს შორის ამ თემაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეო რგოლების კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული პროექტი წიგნიერი ლიდერის ფარგლებში იმართება. კონკურსს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პარტნიორ სკოლებში ატარებს. მასში მონაწილეობის მსურველებთან სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა. გამარჯვებულები 2026 წელს გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ დავითიანი პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში თანამშრომლობს თბილისის 30 სკოლასთან. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების, ეროვნული ფასეულობებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. ეს კონკურსი ჩვენთვის პირველი არ არის, უკვე რამდენიმე წელია ასეთ კონკურსებს ვატარებთ და ძალიან მაღალ შედეგებს გვაძლევს ბავშვების მიერ შესრულებული და გადაღებული ვიდეო რგოლები. ეს თემები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებს, იმ გამოწვევებზე არის, რომელი გამოწვევებიც დღეს საზოგადოებაშია. წლევანდელი თემა არის ემპათია ადამიანებს შორის. შარშა მქონდა ასეთი საინტერესო თემა, ურთიერთობები ინტერნეტის გარეშე და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლები გადაიღეს. ჩვენი კონკურსი ითვალისწინებს ფულად პრემიებს, პირველი ადგილი 500 ლარით ჯილდოვდება, მეორე ადგილი 300 ლარით, მესამე ადგილი 200 ლარით და ხალხის რჩეულიც ასევე 200 ლარით ჯილდოვდება. ეს არის წამახალისებელი, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ერთგვარი мотиваცია, მაგრამ სანამ ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებდეთ, ჯერ პირველ რიგში ბავშვებს ჩაუტარეთ მასტერ-კლასი, რომელსაც პროფესიონალი რეჟისორი უწვებოდა, გუგა გელაშვილი, დიდი მადლობა გუგას ამ ჩართულობისთვის, დეტალურად აუხსნა თუ როგორ უნდა გადაეღოთ, რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება და შესაბამისად ამ ყველაფერს ჩვენი მოსწავლეები გაითვალისწინებენ ვიდეო რგოლის გადაღებაში. საერთოდ ეს ყველაფერი არის იქეთკენ მიმართული, რომ დღევანდელი გამოწვევები რაც გვაქვს ცხოვრებაში, გავიაზროთ მოსწავლეთა მხრიდან თავიანთ თანატოლებში და მოხდეს ცნობიერების ამაღლება
სხვადასხვა მიმართულებით. ბუნებრივია ხა ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან რამდენიმე თემა რომ მოვიცვათ წელიწადში ერთხელ 25 ვიდეო რგოლის გაკეთება არ არის პატარა საქმე და შესაბამისად 25 ძალიან საინტერესო ემპათიური ფილმი იქნება გადაღებული და მე მინდა ყველა ჩვენს მოსწავლეს წარმატება უსურვო. შეიქმნა გიმნაზიის შენობა და 5 კაციანი საორგანიზაციო გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს დავითიანის ვიდეო რგოლში ემპათია ადამიანებს შორის. ჩვენი გუნდი ძალიან კრეატიული არის და ძალიან ორგანიზებულად მუშაობს ამ პროექტზე. ვფიქრობ ძალიან კარგი ვიდეო გამოგვდის. წინა წელსაც მივიღეთ მონაწილეობა, გავედით მესამე ადგილზე და დავიმსახურეთ ფულადი პრიზიც. ძალიან კრეატიული ვიდეო გამოგვივიდა და ჟიურისგანაც ბევრი მოწონება დავიმსახურეთ.